სუსის სპეცრაზმის, საპატრულო პოლიციის, კრიმპოლის, გედედეს, გვარდიის, სასაზღვრო პოლიციის და ტილოშკების მობილიზების შემდეგ და კიდევ რაც სამი კაცი დააკავეს, ნაძვისხე წარმატებით აინთო რესპუბლიკის მოედანზე. ზოგადად რა ძალისხმევა სჭირდება ნაძვისხის ანთებას რესპუბლიკის მოედანზე? ყოჩა კახი. მინიმალური რესურსით ჩადე. წელს ბავშვებმა ნამდვილად გაიხარეს ნაძვისხის ანთებით, განსხვავებით შარშალდნელისგან, მაგრამ 10 წუთში მოუწიათ წასვლა, იმიტომ რომ მაინც ეს მუხლების ტკივილი, წნევები, სახში შვილი გელოდება და ვერ დარჩება ბავშვი დიდი ხანი მაინც ნაძვისხის ანთებაზე. სტრასბურგის სასამართლომ მსახიობ ბაჩო ქაჯაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო. საბოლოოდ ესე დაალაგდა, რომ დედას ბუშტები და შკოლნიკები გამოვდექით სამშობლო სადარაჯოზე მებრძოლი ადამიანები. ის ადამიანები, ვისაც საბოლოოდ დახელფასებულებს და გაყიდულებს გვეძახიან. მე ზოგიერთი თურმე ისეთი მეძახის დახელფასებულს და გაყიდულს მთელი ბავშვობა რომ ეხოცებოდა, რომ იქნებ ჩემ შვილს ემეგობრო, იქნება რამე ისწავლოსო, იქნება გზას დაადგესო. ბოდიშით რომ მაშინ თქვენ შვილთან ცოტა ახლო ურთიერთობა მქონდა და რაღაცები შეიძლება ვასწავლე ისეთი და ეხლა იმის აღმოფხვრა გიწევთ რაღაც ხან შეიძლება წაღებიოს თქვენ შვილს რომ ვცებ სამშობლო ხوار დავიცვათ მამა მაგრამ რა ვქნა არა უშავს არ მიაქცევთ მაგას ყურადღება ჩემგან აქ გადმოდებული გინდა ლუდი თუ შეიძლება გამოიწერეთ ჩვენი არხი გააქტიურეთ ზარისღილაკი მოიწონეთ ეს ვიდეო წინა ვიდეოებიც და კომენტარებში დაგვიწერეთ იმ ადამიანებმა მხოლოდ კომენტარები ვინც სიტყვა შეურაცხყოფას სწორად წერთ რითაც თავიდან ავერიდებთ მილიონ ჩემთა ადამიანის კომენტარს